მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. ძალიან უწუხარი გადაწყვეტილების გამო, რომელიც თქვენც ასე ამ ფორმით გაიგეთ შორიდან, რა სიტყვით? გამართლდა თქვენი მოლოდინი თუ არა, ან საერთოდ რა მოლოდინი ჰქონდათ თქვენი შვილის საქმესთან მიმართებით? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მოლოდინი მქონდა, რომ ჩემს შვილს მიუსჯიდნენ, რადგან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამართალი ნაკლებად აინტერესებთ. დღეს ადამიანის მკვლელობა, არაადამიანური საქციელი, სადისტობა უფრო ფასობ და უფრო სამართლიანად არის მიღებული, ვინმე სამართლიანობა. კი, მე ველოდი ნამდვილად, რომ ჩემს შვილს მიუსჯიდნენ, მაგრამ უბრალოდ ემოცია იყო ესეთი, რომ ამ სიშორეზე ვარ და ძალიან ცუდი იყო და ძალიან მწარე იყო ჩემთვის. რომ ამის გაგონება, ამ ციფრების გაგონება, რომ 4 წელი და 6 თვე, თორემ მე რო პირველად ანრიმ დამირეკა ციხიდან, მე თვითონ შემამზადა ანრიმ, რომ დედა ნუგეშინია, ეს ციფრებია მხოლოდ. თითქოს და მეც შევეგუე, მე კი არა, მთელი ჩვენი ბიჭების დედები შევეგუეთ ამ მდგომარეობას. მაგრამ ეს დიდი ხანი არ იქნება ასე, დიდი ხანი არ გაგრძელდება ასე. მინდა მოსამართლეს, ბატონ ნაჭყებიას მიუმართო. რატომ აიფარეთ ხელი? არ ვიცი, რომელი ტელევიზია იყო, ჩართვა მქონდა და იქ თქვი, რატომ აიფარეთ ხელი? რატომ გახვედით უცებ? არ გცხვენიათ ამ ხელა კაცი ხართ. არ გცხვენიათ რა თანხა ჩაიდეთ ჯიბეში. რა გააკეთეთ დღეს 26 წლის ბიჭის ცხოვრებას ანგრევთ? ეს თქვენი აზრია თუ არა, თქვენ ვერ დაანგრევთ 26 წლის ბიჭის ცხოვრებას. პირიქით, ჩვენ როგორც ბიჭებმა თქვეს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო, ჩვენ ერთი ოჯახი გავხდით. ჩვენ ძალა ერთობაშია და ასე რომ თქვენს ფაშიზმია თუ როგორ თქვა, არ ვიცი, ძალიან ნერვიულობ, თქვენ სადის ბოლო მოეღება, სულ ცოტა, ნამდვილად ასეა, სულ ცოტა დრო უნდა. და მეორე კიდე პროკურორს მინდა მიუმართო. უბრალოდ გცხვენოდეს, ქართველი კაცი ხარ და ფულის გულისთვის ასეთ რაღაცას არ უნდა აკეთებდე და ჩვენს ადვოკატებს, ქალბატონ იას, ბატონ ლაშას, არ ვიცი, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი საქართველოს გასაგონად, რომ ყველანაირად დაიხარჯნენ მთელი დამადასტურებელი საბუთი წინ დაუდეს საზოგადოებას, მოსამართლე და პროკურორზე არ მაქვს ლაპარაკი, იმ ხალხს, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, მართლა ანრიმ გააკეთა თუ არა ეს, წინ დაუდეს ის მტკიცებულება, ის საბუთები, რომ ანრი არ იყო, მაგრამ ერთი მხრივ რო ვთქვათ, რომ მოსამართლე იმ მოსამართლემაც რა ქნას, იმიტომ რომ იმას ზევიდან აქვს ნაბრძანები, რომ ასე გააკეთოს. და გააკეთა ესე, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალიდელ ქათამს, ჩვენ მოსამართლეს, სამარცხვინო მოსამართლე და სამარცხვინო პროკურორს. ჩვენი ბიჭები საამაყოები არიან, ნამდვილად ზოგიერთ ქართველი ჩუმად არის და ეცინება ამ სიტყვაზე, საამაყოები არიან ნამდვილად და მე მართლა მიხარია ჩემი შვილი იმ საამაყო ვაჟკაცების გვერდზე რომ არის და იმ დიდი ოჯახის წევრი რომ გახდა. მე სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ქალბატონ თეონა, თქვენ საუბარი დაიწყეთ ადამიანის რაღაც გათელილ უფლებებზე ლაპარაკით, ხომ? სხვათა შორის ეს პროცესები ახლა დახურულია და ჩვენთან საუბრისას დედები ყოველთვის ამბობენ, რომ აი ეს პირველი პერიოდი, როდესაც აი ეს კადრები გადიოდა, ამ ბიჭებს ჰქონდათ საუბრის შესაძლებლობა, შემდეგ ეს სიტყვები ტელევიზიით ვრცელდებოდა, ეს იყო გარკვეულწილად შვება და წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა თქვენთვის აი ემიგრაციაში მყოფ დედაზე ემოქმედა იმას, რომ დაიხურა პროცესი ზუსტად მაშინ, როდესაც განაჩენები უნდა დამდგარიყო, ხო? აქედან მე მგონი, აი ძალიან მარტივია პრიმიტიულ დონეზე დასკვნის გამოტანა, რას შეიძლებოდა მომსახურებოდა ეს დახურვის გადაწყვეტილება შესაბამისი პირების მხრიდან. აი რა სიტყვით, თქვენ თქვით, რომ ელოდებოდით ამას, მაგრამ ყველა მშობელი ამბობს, რომ სადღაც რაღაც პროცენტით მაინც აქვთ ხოლმე განსხვავებული იმედი, მაგრამ არც ერთ განაჩენზე ჩვენ ეს ჯერჯერობით არ გვინახავს, ხო? აი ამ პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების შემთხვევაში.
კი ძალიან ძნელია მართლა ამ სიშორიდან ასე რომ თვალყურს ვადევნებ ამ სიტუაციას მე თქვენთან ერთად უნდა ვიყო და იქ ჩემი შვილის გვერდზე უნდა ვიყო მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვდივარ საბუთია უსაბუთობის გამო 15 ოქტომბერს მაგ გადავადება საბუთის და რო წამოვიდე მიფუჭდება ყველაფერი ამიტომ ანრის თხოვნა იყო თორემ მე ჩამოსული ვიყავი დეკემბერში საქართველოში და ანრის თხოვნა იყო დედა ჩემი ხათრი თუ გაქვს და ჩემი სიყვარული თუ გაქვს გეხვეწები საქმე არ გაიფუჭო და მე აქ უპატრონო და არა ვარ იმდენი პატრონი და იმდენი დედები მყავსო ალბათ გულისხმობდა ჩვენი ბიჭების დედებს რომ არ ინერვიულო ერთი წუთითო რა თქმა უნდა იმიტომ დახშეს და იმიტომ შეზღუდეს ეს ტელევიზია რომ არ გააშუქონ რაც უფრო დახშული იქნება ინფორმაცია მით უკეთესია მათთვის ასე გონიათ მაგრამ მასე არ არის ეს ერთი მეორე ჩვენ რო იძახიან რომ დაშავდა პოლიციაო რომელი პოლიცია დაშავდა გალახული ბავშვები დგანან ის რომ მორწმუნეები და ვერც თავს ლაპარაკობენ და ვერც ბოლოს გაურკვევლად ლაპარაკობენ ზოგს სპარგალკებს აძრობენ რა ქვია ჯიბიდან რომ დაწერილი წაიკითხონ ზოგი კიდე დაბნეული რო არიცის რა უნდა ილაპარაკოს და გადახედეთ აბა რა მოხდა გადახედეთ აბა რა მოხდა დასახიჩრებული ბავშვები დღევანდელ ხელისუფლებას ჩამოყალიბებული ყავს როგორ თქვა პოლიციისა და კრიმინალის სახით არ ვიცი ჯალათები ყავთ ჩამოყალიბებული ჩვენთან ანრისთან 5 დეკემბერს სახში რო შეიჭრნენ გამთენიისას როგორ შეიჭრნენ მითხარით გამცეს პასუხი რომელიმე თუ ნებისმიერმა Compton თეონა ეს ერთი საკითხია და მეორეა ის რაც ხდება პროცესებზე ხო იმ პირობებში როგორც შუქდება ხო ეს ყველაფერი დახურულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იქაც კი ჩანს რომ კონკრეტულ პირებზე ხელის დადება არ გამოდის შესაბამის უწყებას ხომ რომ აი მიყავთ ბრალდების მოწმეები არიან ეს ადამიანები მაგრამ არ ამბობენ რომ აი მაგალითად ამა თუ იმ კონკრეტულმა პირმა მესროლა ქვა და ამიტომ ვარ დაშავებული ეს იმდენად საგრძნობი სურათია ყველა შემთხვევაში თითქმის აი მე მართლა არ მახსენდება 1-2 გამონაკლისის გარდა შეიძლება, როდესაც აი კონკრეტულ პირს დაადო ხელი, ანუ ადამიანებს წლობით ციხეში ჩასმა ემუქრებათ და ისინი უკვე მრავალი თვეა საპატიმროში იმყოფებიან და მათ კონკრეტულად ფაქტობრივად გამონაკლისის გარდა მოწმეები ხელს ვერ ადებენ. ის მოწმეები, რომელსაც აი მთელი ამ საქმიანობის საფუძველზე ბრალდებას მიყავს ადგილზე. აქედანაც მარტივი შესაძლოა იყოს დასკვნის გამოტანა, რას ემსახურება ეს პროცესი. ღამე ურეკავენ თანამშრომლებს, პოლიციის თანამშრომლებს, მოწმის სახით უნდა გამოცხადდეს დილას, აზრზე არ არიან, რაზე მიდიან, რა უნდა, რის გულისთვის, აი ესე ზეწოლის ქვეშ ყავთ პოლიციელებიც. თუ მოსწონთ, იყონ და ასე არაკაცურად იყონ. და ამხელა ბომბს, ამხელა ცოდვას თავიანთ მოდგმას უტოვებენ, თავიანთ შვილებს უტოვებენ. აქ როგორ ცხოვრობ ის კი არ არის მთავარია უფლის წინაშე როგორი სინდისი წარსდგები მე ასე მყავს ჩემი შვილი გაზრდილი შენში ადამიანობა რაც ჩანერგა უფალმა ის არის მთავარი ის ადამიანობა არ დაკარგო და დღევანდელ ხელისუფლებას ის ადამიანობის მნიშვნელობა დაკარგულია და ბოდის გიხდით რომ დაბნეულად ვლაპარაკობ როგორ გეკადრებათ პირიქით მესმის თქვენი ემოცია მე მგონი ყველა დედას ესმის განსაკუთრებით კი იმ დედებს ესმით რომლებიც უყურებენ აი ამ პროცესების განვითარებას კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ მტკიცებულებების საფუძველზე ხომ აი რაღაცას ხომ უნდა დაეყრდნოს ადამიანი და ზუსტად აი აქ არის მთავარი კითხვები რა შეგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში და რისი მიტანა მოახერხა ადგილზე ცალკე თემაა საერთოდ ეს მოწმეების ჩვენებების ამბავი როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რამდენიმე გამონაკლისის გარდა და ძალიან ცოტა მე მგონი შეიძლება ერთი იყოს ან ორი არც კი კონკრეტულ პირებს ეს ბრალდების მოწმეები ხელს ვერ ადებენ და თქვენი შვილის შემთხვევაშიც იგივეზე არის საუბარი. Compton თეონა, თქვენთან დაკავშირებით ქონდა დღეს მიმართვა ანრის ნახეთ ხო ეს ნაწილი ეს ემოციური ნაწილი და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ როგორც წესი გვიყურებენ ციხეში მყოფი პროევროპული აქციის მონაწილეები დაკავებული ბიჭები შესაძლოა თქვენი შვილიც გვიყურებს ახლა თქვენ რას ეტყოდით მას
ბიჭებო, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს ოდითგანვე ყოლია მტრები, მოღალატეები, ციხე ხო იცით, ყოველთვის შიგნიდან წყდება, მაგრამ ძალა ერთობაშია. ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით და უფლის მადლით. საქართველო თქვენია და არა მოღალატეების. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, მხნეობას გისურვებთ, ქალბატონ თეონა.